ოჯახის ექიმი კვლავ თქვენთან ერთადაა და გადაცემის დასკვნით ნაწილში ერთ-ერთ ძალიან აქტუალურ თემას შევეხებით, როგორც არის ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობა, რომელიც ამ პერიოდში ერთ-ერთი საყურადღებო მიმართულებაა. თუ რატომ ამას ახლა ვეცდები ავხსნა, ხო? მოდის ვირუსების პერიოდი, ანუ ცივის სეზონი, რადგანაც ვირუსული ინფექციების, ბაქტერიული ინფექციების გამწვავება ხდება და იმის რისკი, რომ ადამიანმა მეტი რაოდენობით მედიკამენტი მოიხმაროს, არსებობს. განსაკუთრებით საქართველოში სადაც ძალიან დიდი რაოდენობით თვითდანიშნულებას, თვითშემოქმედებას აქვს ადგილი, ნებისმიერ სამკურნალო წამლო მედიკამენტზე რეცეპტის გარეშე, მათ შორის ანტიბიოტიკზე მიუწვდება ადამიანს ხელი და ხშირად ეს არარაციონალურ მოხმარებას იწვევს, რომელიც ადამიანზე დამაზიანებლად მოქმედებს. აი ეს პირველი, ასე ვთქვათ, ორგანო, რომელსაც ის აზიანებს, არარაციონალური ნებისმიერი, ეს იქნება ანტიბიოტიკი, თუ არასწორად მოხმარებული მედიკამენტები, ეს არის ჩვენი კუჭ-ნაწლავის სისტემა, რომელსაც პირდაპირ სარკესავით აისახება ნებისმიერი განსაკუთრებით ანტიბაქტერიული მედიკამენტების არასწორი და არარაციონალური მოხმარება. გეთანხმები, ქეთი, იმიტომ რომ ანტიბაქტერიული მედიკამენტების მიღება ნამდვილად აისახება ჩვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობას და პირველ რიგში ჩვენს მეგობარ ბაქტერიებზე, ანუ ჩვენს მიკრობიოტაზე და სწორედ თუ რა გავლენას ახდენს ანტიბაქტერიული პრეპარატები, რატომ იწვევს, თქვათ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანებას და განსაკუთრებით როგორია მიკრობიოტაზე ზეგავლენა და რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც ვიღებთ ანტიბაქტერიულ პრეპარატებს, სწორედ ამ თემაზე სასაუბროთ დღეს სტუდიაში მოვიწვიეთ GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი თამარ ნადობაშვილი და ამავე კომპანიის აფთიაქო გაყიდვების მენეჯერი ჟანა მაღლაკელიძე. თამარ, ჟანა, მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ დღეს იმყოფებით ჩვენთან ერთად, საკმაოდ აქტუალურ თემაზე ვსაუბრობ და მოდი თამარ თქვენგან დავიწყოთ, ხომ? პირველი შეკითხვა ასეთი გვექნება, როდესაც ანტიბიოტიკების მიღება არის ხოლმე გარდაუვალი და აქვე მინდა რომ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განმარტება გავაკეთოთ ჩვენ ვირუსულ სეზონებზე ვისაუბრეთ და ვირუსისთვის ანტიბიოტიკი არაფრით არ შეიძლება ის არ მუშაობს, მხოლოდ ბაქტერიული დაზიანება, როდესაც არის, ხო? როდესაც აი ბაქტერიული დაზიანება გვაქვს და ანტიბიოტიკების მიღება არის გარდაუვალი, ხო? რას გვთავაზობს თანამედროვე მედიცინა ანტიბიოტიკებით გამოწვეული დიარეის საპროფილაქტიკოდ? კი ბატონო, მოგესალმებით. მადლობა ამ თემის გაჟღერებისთვის, იმიტომ რომ ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ეს არის ერთგვარი გამოწვევა ჩვენი საუკუნისთვის მედიცინაში, ანტიბიოტიკოთერაპია და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემები. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რა თქმა უნდა, რეზისტენტობა ანტიბიოტიკოთერაპიის მიმართ, რომელიც გამოიწვია ანტიბიოტიკების მასიურმა გამოყენებამ და ხშირად უკონტროლო გამოყენებამ და არამიზნობრივმა გამოყენებამ და მეორე ეს არის ანტიბიოტიკოთერაპიის გვერდითი მოვლენების მართვა, რომელიც დღეს ერთგვარ ესე ვთქვათ, სირთულედ რჩება მედიცინისთვის. გვერდითი მოვლენებიდან ყველაზე ხშირად ჩვენ გვხვდება ხოლმე, რა თქმა უნდა, დიარეა, დიარეული გართულება და ამას თავისი მიზეზები აქვს. პაციენტისთვის გასაგებ ენაზე რომ ავხსნათ, ანტიბიოტიკი ვერ არჩევს კარგ და ცუდ ბაქტერიებს. ხო, ის ერთნაირად ებრძვის როგორც იმ დაავადების გამომწვევ ბაქტერიას, რისთვისაც ის ექიმმა მიზანმიმართულად დანიშნა, მაგრამ ამასთან ერთად ის ანადგურებს ასევე დიახ კარგ ბაქტერიებსაც, რომელსაც ჩვენ ესეთ უბრალო ენაზე მეგობარ ბაქტერიებსაც ვეძახით ხოლმე, რომლებიც ყველაზე უხვად ბინადრობენ სწორედ ადამიანის ნაწლავში და აი ამ ნაწლავური ეკოსისტემის ესეთი დარღვევა, ნაწლავური მიკრობიოტის იწვევს ხოლმე სწორედ ანტიბიოტიკოთერაპიასთან ასოცირებულ დიარეას. რაც შეეხება იმას, თუ რას გვთავაზობს მედიცინა ამისთვის, ხო, აი ამ გვერდითი მოვლენის თავიდან ასარიდებლად, პირველ რიგში აქაც მოგვიწოდებენ ისევ რაციონალურ ანტიბიოტიკოთერაპიაზე და გვეუბნებიან, რომ ის ანტიბიოტიკი იმ დოზით და იმ ხანგრძლივობით უნდა დავნიშნოთ, რაც საჭიროა და არავითარ შემთხვევაში არამიზნობრივად არ უნდა იქნეს ანტიბიოტიკი გამოყენებული. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც მედიცინის ყველა დარგში, აქაც არის პროფილაქტიკა და გვეუბნებიან, რომ არსებობს პროფილაქტიკის, ასე ვთქვათ, გზები, რითიც შეგვიძლია მეტნაკლებად დავიცვათ პაციენტი დიარეის განვითარებისგან და ამ პროფილაქტიკაში იგულისხმება სწორედ ნაწლავური მიკრობიოტის მარეგულირებელი დამხმარე საშუალებები, რომლებიც, ვთქვათ, ხელს შეუწყობენ, რომ იქ აი ეს მეგობარი ბაქტერიები ხელოვნურად კიდევ უფრო კარგად გამრავლდნენ, კოლონიზაცია მოახდინონ, რომ ეს გვერდითი მოვლენა ნაკლებად გამოვლინდეს. აი თქვენ მიკრობიოტა ახსენეთ და რომ ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და გვისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ გავმარტოთ, რა არის მიკრობიოტა? კი ბატონო, ბოლო წლებში ეს განსაკუთრებით აქტუალური თემაა ნაწლავური მიკრობიოტა. შეიძლება ვთქვათ, რომ გარკვეული ტრენდიც არსებობს ნაწლავურ მიკრობიოტაზე საუბრის და დღესდღეობით ნაწლავური მიკრობიოტა აღარ განიხილება როგორც ვთქვათ მხოლოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ერთი რაღაც რიგითი კომპონენტი. ეს
ესე ვთქვათ, მას ცალკე ორგანოდაც კი მოიხსენიებენ ხოლმე უკვე თანამედროვე ლიტერატურაში და გვეუბნებიან, რომ აი ტრილიონობით მეგობარი ბაქტერია სახლობს ჩვენს ნაწლავებში და რომ ავწონოთ დაახლოებით ახალშობილი ბავშვის წონას უდრის. ცხადია, ეს ტყუილად არ არის ჩვენ ორგანიზმში და მას გარკვეული ფუნქციები ექნება. აი ამ მეგობარი ბაქტერიების ესეთ ეკოსისტემას, რომელიც ჩვენს ნაწლავში ბინადრობს, აი ეს არის სწორედ ნაწლავური მიკრობიოტა. და იმუნიტეტისთვის მნიშვნელოვანი ადრე თუ კი ფიქრობდით, რომ ნაწლავური მიკრობიოტა და ის მეგობარი ბაქტერიები საჭმლის მომნელებელი სისტემის დამხმარე ფუნქციას ასრულებდნენ, მხოლოდ დღეს ასე უკვე აღარ არის. დღეს ნანახია ძალიან მნიშვნელოვანი კავშირები, ესე ვთქვათ, იმუნურ სისტემასთან, ნერვულ სისტემასთან, კანთან და უამრავ სხვა ორგანოთა სისტემასთან. დღევანდელ ლიტერატურაში ის როგორც მეორე ტვინი ისეა, ვინაიდან ძალიან დიდი კავშირებია ნამდვილად ნეიროსინაფსური ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან, გარდა ამისა ის რაც არ იყო ათეული წლების წინ ცნობილი და ჩვენ გვეგონა რომ ჩვენი ბედნიერება მოდიოდა სწორედ რომ თავის ტვინიდან სეროტონინის ჰორმონზე მაქვს საუბარი, თურმე 95% სწორედ რომ გამომუშავდება აი ამ ნაწლავურ მიკროფლორაში. გარდა ამისა ძალიან ბევრი ვიტამინების სინთეზში იღებს მონაწილეობას, რაც შეწოვაში საკვები ნივთიერებების. რა თქმა უნდა. ახლა გვაინტერესებს რომ ანტიბიოტიკებს ვსვავთ და ავახსენეთ რომ მარტივი მექანიზმია, ხო? ანტიბიოტიკი ანადგურებს როგორც მეგობარს, ისე მავნე ბაქტერიებს და როგორ უნდა შევარჩიოთ ეს პრობიოტიკი, კარგი პრობიოტიკი, რა მახასიათებლები უნდა გქონდეს? ხო, ну, პირველ რიგში პრობიოტიკები ვთქვათ რა არის. პრობიოტიკებს ეძახიან იმ სწორედ ასეთი მეგობარი ბაქტერიების შტამებს, მათი კრებითი სახელია, ესე ვთქვათ. როგორ უნდა შევარჩიოთ? ძალიან მნიშვნელოვანი და მკაცრი კრიტერიუმებია სხვათა შორის პრობიოტიკების შესარჩევად, იმიტომ რომ აქ ვლაპარაკობთ ცოცხალ მიკროორგანიზმებზე. ეს ბაქტერიები არიან ცოცხალი. ამიტომ მნიშვნელოვანი არის ერთი ის, რომ წარმოების ძალიან მაღალი ხარისხი უნდა გქონდეს, კარგ პრობიოტიკს საწარმო უნდა იყოს. რა თქმა უნდა, უნდა იყოს უსაფრთხო, არ უნდა შეიცავდეს ეგრეთ წოდებულ პირობით პათოგენურ ფლორას, უნდა იყოს მხოლოდ არაპათოგენური და ნამდვილად მეგობარი ბაქტერიები, ასე რომ ვთქვათ. ასევე მნიშვნელოვანი ყოფილა მისი შემადგენლობა კონკრეტული შტამების, იმიტომ რომ დღეს უკვე არის ინდივიდუალური, პერსონალიზებული მიდგომა კონკრეტული შტამების მიმართ. შეიძლება ვთქვათ, რომ თითოეულ შტამს პასპორტი გააჩნია, ისე როგორც ჩვეულებრივ ადამიანს. ნამდვილად და სხვათა შორის ზუსტად ამას გვეუბნებიან, რომ კარგ პრობიოტიკის ანოტაციაში ჩვენ უნდა შეგვეძლოს ამოკითხვა აი ამ საპასპორტო მონაცემების. უბრალოდ ლაქტობაქტერია კი არ უნდა ეწეროს, კონკრეტულად შტამი უნდა იყოს გაშიფრული და უნდა გქონდეს ამ კონკრეტულ შტამზე კვლევები. აქ სტუდიაში წარმოდგენილი პრობიოტიკები და სიმბიოტიკები რაც არის ლაქტოჯიფორტე და კოლერინი, ამათ თავისი პასპორტი ნამდვილად შეიძლება ნახო ანოტაციას გადავხედავ სანამ თქვენი საუბრობთ. მადლობა. და ხო, და მნიშვნელოვანი ყოფილა კიდევ პრობიოტიკების წარმოების დროს გათვალისწინება იმისა, რომ ისე იყოს წარმოებული პრობიოტიკი, რომ ის არ საჭიროებდეს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს და მასში არსებული ეს ბაქტერიები იყოს თან სიცოცხლის უნარიანი, მაგრამ თან ამავე დროს გამძლე გარემო სხვადასხვა არახელსაყრელი ფაქტორის და არა მხოლოდ გარემო ფაქტორების, არამედ მიღების შემდგომ უნდა გქონდეს ასევე. კი ბატონო, მასზე არ უნდა მოქმედეს კუჭის შავიანობა, სხეულის ტემპერატურა, ტენიანობა და ასე შემდეგ. ეს ბაქტერიები უცვლელად უნდა მიდიოდნენ ანტიბიოტიკსაც უნდა გაუძლონ, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ მას ვიყენებთ სწორედ რომ პრევენცია მოხდეს დიარეის, ან ვიყენებთ ანტიბიოტიკთან ერთად, ესე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულწილად გამძლეობა გქონდეთ ანტიბიოტიკის მიმართაც. ჩვენ ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემაზე ვსაუბრობთ და კიდევ ერთხელ უნდა უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ არსებობს პრობიოტიკების გარდა პრებიოტიკებიც, ხო? ამათ რა როლი აქვთ, რა მოქმედების მექანიზმი აქვთ, ესეც უთხრეთ. თუ კი პრობიოტიკებზე ვთქვით, რომ ეს არის ცოცხალი მიკროორგანიზმები, ცოცხალი მეგობარი ბაქტერიები, ესე რომ ვთქვათ, პრებიოტიკები არის უკვე მათი გამრავლებისთვის, მათი კოლონიზაციისთვის აუცილებელი საკვები ნიადაგი. და თუ პროდუქტი შეიცავს ერთდროულად პრობიოტიკსაც და პრებიოტიკსაც და ასეთ პროდუქტს ჩვენ სიმბიოტიკებს ვეძახით ხოლმე, ასეთი პროდუქტი არის ყოველთვის უფრო ეფექტური, იმიტომ რომ ჩვენ მეგობარ ბაქტერიებთან ერთად მათ საკვებსაც თან ვაყოლებთ და ხელს ვუწყობთ, რომ ისინი უფრო სწრაფად გამრავლდნენ და ის ეფექტები, რასაც ველოდებით პრობიოტიკისგან, უფრო სწრაფად დადგეს და უფრო მყარიც იყოს მერე ვთქვათ დროში გახანგრძლივებული. და უკვე ჟანასთან გადავალ კითხვით, რომ აი იმ დიდ ბაზარს
ბაზარზე, რაც დღეს არის და ფართო ასორტიმენტში, რითი გამოირჩევა GM Pharma-ს მიერ წარმოდგენილი პროდუქცია და რა ნიშნით უნდა გააკეთოს პაციენტმა არჩევანი ხარისხიან პროდუქტზე. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ნამდვილად არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, რომ ჩვენი ფარმაცევტული ბაზარი გაჯერებულია პრობიოტიკებით და პრებიოტიკებით. თუმცა როგორ შეარჩიოს მომხმარებელმა მისთვის საჭირო პრობიოტიკი, თამარმა ჩამოთვალა ყველა ის კრიტერიუმი, რაც აუცილებელია სწორედ რომ სწორად გააკეთოს არჩევანი. ჩვენ ამ შემთხვევაში ყოველთვის ვანებივრებთ ჩვენს მომხმარებელს სასარგებლო და საინტერესო აქციებით, ვინაიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს ხელმისაწვდომობას წარმოადგენს. ამიტომ GM Pharma-ს მისიაც ზოგადად კომპანიის მისია სწორედ ეს გახლავთ, რომ რაც შეიძლება მეტი პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ჩვენს მიერ წარმოებული ევროპული ხარისხის ამ თუ იმ პროდუქტებით. ეხლა რაც შეეხება აქციას, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ თითქმის ყველა სეზონზე ჩვენს მომხმარებელს და რა თქმა უნდა ამ სეზონზეც ეს გახლავთ ლაქტოჯი ფორტე და კოლერინის, რომელიც 1+1 ტიპის შეთავაზებით არის მხოლოდ PSP-ს აფთიაქო ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით და რას ნიშნავს ეს? ერთი კოლოფი შეძენის შემთხვევაში, მაგალითად ერთი კოლოფი ლაქტოჯი ფორტე შეძენის შემთხვევაში მეორე კოლოფს მომხმარებელი მიიღებს საჩუქრად. აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციას გავაჟღერებ. ჩვენ ვისაუბრეთ ანტიბიოტიკოთერაპიაზე და ვთქვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს კუჭნაწლავის დაცვა, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. ამიტომ PSP-ს აფთიაქო ქსელში გარკვეული ტიპის ანტიბიოტიკის შეძენის შემთხვევაში საჩუქრად მოყვება ლაქტოჯი ფორტე. საკმაოდ კარგი შეთავაზება. თუმცა ამაზე ზუსტ ინფორმაციას მომხმარებელი, როდესაც აფთიაქში მივა PSP-ს ნებისმიერ ფილიალში, რა თქმა უნდა, იქ გაიგებს. კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მსმენელს, რომ ამ აქციით სარგებლობა, ეს იქნება ანტიბიოტიკზე საჩუქარი თუ ლაქტოჯი ფორტე ან კოლერინზე 1+1 შეთავაზება შეუძლიათ მხოლოდ PSP-ს აფთიაქო ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით 31 დეკემბრის ჩათვლით. ძალიან საინტერესო ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენ მაყურებელს, ასევე ძალიან საინტერესო შეთავაზება. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. წარმატებები. მადლობა.